მოგესალმებით, კეთილი იყოს თქვენი მოგზაურობა ჩემს ახალ ჩენელზე. ვინც ახლები ხართ და არ მიცნობთ, გაგეცნობით, ქვია თემური, თემო, ცხოვრობ ნორვეგიაში, ქალაქ ოსლოში და ეს არის ჩემი მეორე ჩენელი. პირველი ჩენელი იყო გეიმინგის ჩენელი, ასე ვთქვათ, იქაც მიდევს სხვათა შორის თევზაობის ვიდეოები, მაგრამ გადავწყვიტე რომ ცალკე ჩენელი შემიქმნა კონკრეტულად თევზაობისთვის. რაც შეეხება თვითონ თევზაობას, ერთი წელი, წინა წელი აქტიურად დავიწყე თევზაობა და ძალიან მაგრად მომეწონა ეს თემა და ნორვეგიაში ეხლა გადნა ყინული ტბებზე და მაინტერესებს უბრალოდ რა სიტუაცია არის და დღეს მაგის გარკვევას შევეცდებით რა თქმა უნდა. მოსული ვარ ჩემი ნანო ჯოხით და რა ვიცი, სანამ ზე ჩასულა დავიწყოთ თევზაობა. საღამო პერიოდი არის, სამსახურს მე ამოვირბინე და ნახოთ რა იქნება და როგორ იქნება. ეს იყო ჩვენი პირველი ჩარტყა. ძალიან კაი. მესამე გადაგდება იყო ეს. ოკეი. აი. ესეც ჩვენი პირველი თევზი. დღევანდელი დღის. აჰა. სეზონი ამან გახსნა. მეტი დიდი ზომებისთვის არც ვარ დღეს მოსული, მაგრამ ოკეი. It is what it is. რაც შეეხება მონტაჟს, ესეთი ძალიან პატარა სუპერკონტინენტის, სატყუარად პატარა თევზუკა აყენია, ზედ კუდიანი. მოსაც კაი ანიმაცია აქვს ასე თუ ისე და ვართ 1 გრამიანი სატყუარით, იმიტომ რომ ცოტა წინიდან შემხედრი ქარი არის. და მინდა რომ რამენერად გავჭრა. ანუ დღეს გამოდის რომ გვაქვს ეგრეთ წოდებული ნანო ჯიგი. ესე სასაცილო მომენტი ის არის რეალურად რომ YouTube-ზე რა ვიცი, მაქვს გაკეთებული ალბათ 1500 ვიდეო მაინც. მაგრამ ეს რო ახლა ახალი ჩენელი არის და ცალკე თევზაობისთვის ჩენელი შევქმენი და ეს პირველი ვიდეო არის. ძალიან განსხვავებული თემა. პატარა ზომებზე ვარ დღეს მოსული და ოპა. მარმიშინგს ვერ დავარქმევ თამას, იმიტომ რომ 1 გრამს ვისვრით და ხუაზე ხარანაირი მარმიშინგი ეს არის. ძალიან მინდა რომ მშვიდობიანი თევზი, თეთრი თევზი და რაღაცა, მაგრამ მაინდა-მაინც ეს ბანდიტი ქორჭილები ხვდებიან და კი ძალიან პატარა სატყუარით ვართ მოსული და 1 გრამი და 12-იანი ნემსკოვი და ასე შემდეგ, მაგრამ მარმიშინგი ძალიან ისეთი არის, ანუ ავი ბევრ ვიდეოს უყურებ და ვცდილობ ხოლმე თქვენ გავიგო რა არის მარმიშინგი. ზოგისთვის რა არის მარმიშინგი, ზოგისთვის რა არის მარმიშინგი. ამ როგორც ჩანს ძირითადად მარმიშინგი არის, როდესაც ძალიან დაბალ გრამებზე არის ლაპარაკი აქვს. 0.2, 0.1, ან მაქსიმუმ 0.3 და ძირითადი შენი მიზანი არის შუაშრეში ან ზედაპირისკენ მდებარე თეთრი თევზი. ხარ, როდესაც უკვე 1 გრამზე ხარ და ძირითადად მაინც ამ ბანდიტებს იჭერ ქორჭილებს, რამდენად მარმიშინგია ეგ. ეგ უფრო ნანო ჯიგი არის ჩემი აზრით. ძალიანაც კი მინდა რომ დავიბრალო რომ მარმიშინგო. არა, ეს მარმიშინგი. ზომები კი არის თევზის მარმიშული. მაგრამ რასაც ვაწვევით არის ნანო ჯიგი. ეს პატარები ეგრევე ჯდებიან მომენტალურად იმენა. წეღანის პირველი რო დავიჭირეთ, მე მგონი დაჟე ზესავით ზდიოდა რაღაცა და დღეს სხვათა შორის პარასკევი დღე არის და სამსახურის მერე ამოვედი 4-5 საათი არის ახლა. ესე ნორვეგიაში ვიმყოფები ქალაქ ოსლოში და ჯერ ეხლა ხანს გადნა ტბები და არ ვიცი ასე ვთქვათ რა მდგომარეობა აქვს თევზს. ქვირითობს, ემზადება ქვირითისთვის, მორჩა ქვირითობას, აი არ ვიცი. მაგის გარკვევას ვცდილობ. წინა წელი იყო ჩემი პირველი წელი, ანუ 2025 წლის სეზონი იყო ჩემი პირველი თევზაობის სეზონი, ასე ვთქვათ. არის რაღაცეები, რაც ვისწავლე და არის ძალიან ბევრი რაღაცა, რაც სასწავლი მაქვს, რა თქმა უნდა. მაგრამ წელს არის, ასე ვთქვათ, ყველაზე ადრე პერიოდი. იმიტომ წინა წელს ძალიან გვიან დავიწყე მე თევზაობასაც ივნისში დავიწყე. ჯერ აქ აპრილის ბოლო რიცხვები არის და დავსვით.
ძალიან პატარები არიან, ძალიან პატარები არიან. ფიქრობ ხვალ გავფილტრო ცოტა დიდი ზომის სატყუარით, მაგრამ ნახოთ აბა, ჯერ მოვილი, სანამ არის აქტიურობა. ცოტა ხანი ხელში მონატრებულ ამ ვიბრაციებს და ჩარტყმებს და რამეს მოვიკლავ, მუღამს ასე ვთქვათ. მე გადავალ ცოტა ნორმალურ ზომის სატყუარებს. ტიპი რა გვიან მიხვდა რომ დავიჭირე. აი დაწყნათი. გიშვით გაგათავისუფლებ ცოტა ხანში. დღეს ამ ტბაზე იმის გამო მოვედი რომ აქ წერია რომ კარჩხანაც არისო, ქარიყლაპიაც არისო, ავი ამ ტბაზე მოსული ვარ, ბევრჯერ ვარ მოსული. ამ ტბაზე. და ქორჭილის გარდა არაფერი მინახია სხვა. ასე რომ არ ვიცი, ან მე ვარ ძალიან ცუდი მეთევზე და ვერ ვიჭერ სხვა სახეობას ვერაფერს ასე ვთქვათ, ან უბრალოდ არ არის აქ დიდად სხვა თევზი. რა, სადაც ქორჭილა არის, იქ სხვა თევზი ცოტა ისეთი პონტია. ეს პატარა ბანდიტები რო არიან ამდენი აქ, ესენი თევზს გაახარებენ სხვას რაიმეს? როგორ ფიქრობთ? დაწყნათ, იბრძანდით. ძალიან მევასება თევზაობა და ვცდილობ რომ მაქსიმალურად კარგად ვისწავლო და ვამოღამო და რაღაც ასე რომ ძალიან დიდი რაოდენობით ვიდეოებს უყურებ. და ვხედავ ხოლმე იქ სხვები როგორ თევზაობენ, იქ რუსეთში როგორ თევზაობენ, უკრაინაში როგორ თევზაობენ ამ კარჩხანებზე, საქართველოში როგორ თევზაობენ ამ კარჩხანებზე. არა, აქ ძალიან განსხვავებული თემა არის. კი დამჯერია კარგი თევზები. აი ეს კილოიანი, კილონახევრიანი, ძალიან მაგარი კალმახი დავიჭირე, წითელკოპლებიანი.ავს დაჭერილი. წინა სეზონზე იყო. არც კიდევ გამიმართლებს მე ეგრე თუ არა, მაგრამ ეს უკვე ნორმალური. არა, არც ისე ნორმალურია, მაგრამ მე მგონი დღეს რაც დავიჭირეთ, ყველაზე დიდი ეს არის. ეს არის დღევანდელი დღის ყველაზე დიდი რაც დავიჭირეთ აშკარად. წონაში და ყველაფერში ჩემი ჯოხის მაქსიმუმზე ვარ ასული. გვეყენია 2 გრამიანი ეგრეთ წოდებული ჩებურაშკა. ესეთი ტანტას ფორმის, ცოტა უფრო დიდი მოცულ, ანუ დიდი ზომის სატყუარი. სხვათა შორის Trix Bait-ის მიერ წარმოებული სატყუარი არის. გამოგვიგზავნა number 1 fishing-მა. და ძალიან კვაყოფილი ვარ ამ Trix Bait-ის სატყუარებით. ეხლა ეს ტანტას ფორმა არის, პოლარისიც ძალიან მაგრად მომწონს, პასიურ თევზი ძალიან მაგრად მუშაობს. არაერთხელ აი მოვსულ ვარ, თუ როდესაც სიჩუმე არის და რაღაცა, პოლარის გავუშვებ ხოლმე და ეძებს თევზს იმენა. აი რადარივით არის. კიდევ ერთი. ამ სატყუართან შედარებით ბევრად პატარა. აი მოდი ახლა. არ გინდოდა რბილად გამეშვი. ინტროე თავპირი მაშინ რა გიყო. აი თვითონ საბუთეთი დახტა. ეს ჯოხი კიდე, რა ვიცი. ისე შემეჩვია და ისე შევიჩვიე, რომ რა ხელიდან ვერ ვაგდებ რეალურად რა. ძალიან მაგარი ჯოხია. აი ძალიან მაგარი ჯოხია თავის ფასში. მინდა ეხა ეს არის 0.5 გრამიდან 2 გრამამდე. ასევე მინდა ავი 0.2-დან 0.8-მდე იმინა მარმიშინგის ჯოხი, რომელიც არის იგივე ფირმა არის, ყველაფერი, უბრალოდ უფრო დაბალ წონებში არის. ხო და ეხლა ახალი ჯოხი ჩამომივა მალე. მიკროჯიგისთვის, ნანოჯიგისთვის 0.3-დან 3 გრამამდე. ის ცოტა უფრო მოქნილი ჯოხი არის და ვიცი, იმასაც გავტესტავ და თუ ძალიან არ წამივიდა სადაც შემოდგომისკენ, მე შეიძლება დავითრიო იმენა მარმიშინგის ჯოხი. და დიდი ხანია უკვე ამ მარმიშინგის ჯოხს უყურებ. და ვერ მივედი მაგამდე, რასაც ქვია. რაღაცა აქტიურობა იყო წყლის ზედაპირზე და შევაგდოთ, ვნახოთ რა ხდება. მოკლედ, აქაურობა მე მგონი მოღალეთ. იქითკენ რაღაცა ხდება, მზიანი ადგილი არის, ცოტა უფრო მდორე არის, კარმიშებიც არის. და იქით ადგილას გადავინაცვლებ, ეხლა და იქაურობას, ასე ვთქვათ, დავარაზვეთკებ. Let's go.
ისევ თქვენ ბატონო როდის მომეშვებით. მეთქი აქ თევზები აქტიურობენ მეთქი და მოვედი და არ ჩილავენ ბაყაყები. იო. აჰა. პატარა ზომის იქნება. გეიბრძვის იმასავით რა ქვია. ეს ბატონო. ჰოპ. რა უცნაური თევზია ესე ქორჭილა. შეიძლება რომ თავისივე ზომის სატყუარას გამოეკიდოს. რა მოხდა დელფინივით. მე უსმოდ რაღაცა მეთქი. პატარ კალმახი გავჩიტე მეთქი მომენტში. არ მეგონა ესე თუ მოხდებოდა. ლოლ. დენ ამდენი ხანი შენ მოსდევდი ჩემს სატყუარას, დინოზავრო. მეთქი გავფილტრავ მეთქი თევზს, მაგრამ დიდად არა. აი მიზერულად მოიმატა ზომა. სატყუარა ბევრად უფრო დიდია, უფრო ესეთი არის რა, მოყიერი ასე ვთქვათ ვიზუალზე. მაგრამ თევზი არის დება. ეხა გაღადაოთ. არა. ამას არა უშავს. მეთქი ვიღადავებთ მეთქი და ესეთი ზომის დავიჭირეთ. ბევრად გავზარდე ხა სატყუარა, ბევრად უფრო დიდი სატყუარა არის. ესეთი ვარს ბატონი. ტკაველი დაახლოებით მიგზავნით. სატყუარა ბევრად დიდია. რა თქმა უნდა, მაგრამ ცდილობ რომ ნატურალური ფერები ვამუშავო ასე ვთქვათ. იცდი აქ ხასხასა მწვანე და ასე შემდეგ, მაგრამ არ მუშაობს დიდად კარგად. ვერც გავიგე როგორ აიღო. ეხლა ესეთი რაღაცა გავაკეთე მე. იმის გამო რომ ის ძალიან დიდი სატყუარა იყო. კი გაფილტრა ცოტა თევზი და რაღაცა. მაგრამ გამაძა. არა უღია. პრობლემა იმაში მდგომარეობდა რომ თევზები ეკაიფებოდნენ სატყუარას, ანუ ზედმეტად დიდი სატყუარა იყო და სულ ისეთი იყო, გამოკიდებები იყო უბრალოდ, ანუ გაუჭამდეც ვერ მიდიოდნენ, ასე ვთქვათ. შემ ისევ დავაპატარავეთ ცოტა სატყუარა და პირველივე გადაგდებაზე დაჭდა თევზი. ჩემი მიზანი რა თქმა უნდა მარტო ის არ არის რომ თევზი ვიჭირო და კონკრეტულად ქორჭილაზე მქონდეს აქცენტი. ძალიან დიდი მუღამი მაქვს რომ სხვადასხვა ჯიშის თევზი დავიჭირო, ასე ვთქვათ. კარჩხანას ძალიან დიდი მუღამი მაქვს. ქარიყლაპია რამოდენიმეჯერ დავიჭირე. ერთხელ დავიჭირე, ერთხელ გამექცა უბრალოდ დიდად არ მევასება ქარიყლაპია. მაგრამ აი ნაფოტა, კარჩხანა და ესეთი პატარ-პატარა მშვიდობიანი თეთრი თევზი, ასე ვთქვათ, ძალიან მაგრად მაინტერესებს რა. იმიტომ რომ ძალიან მაგარი საინტერესო არის ჩემი აზრით. მაგ კონკრეტულ თევზზე თევზაობა და უფრო ისეთი არის, ანუ უფრო დელიკატური მოწყობილება გჭირდება მაგისტრის რა და ეგ ყველაფერი მიზიდავს. თორე ქორჭილას დაჭერას რა უნდა? ანუ არ არის დიდად რთული ქორჭილას დაჭერა, მით უმეტეს განსაკუთრებით ესეთი ზომების. მაგრამ ნუ რა თქმა უნდა, ქორჭილასაც თავისი ხიბლი აქვს. ორი აზრი არ არსებობს მაგაზე, რომ ქორჭილა ძალიან კარგი თევზი არის, ძალიან კარგად იბრძვის პატარა ზომაც და რა თქმა უნდა დიდი ზომებიც სასწაულად იბრძვიან. მაგრამ ანუ დიდ ზომას ყოველთვის ვერ დაიჭერ. აქტიურად ასე ვთქვათ. პატარა ზომებით კიდე ყოველთვის გაერთობი, აი ყოველთვის. იზიზე, პროსტა მოდი, გადააგდე. და სავარაუდოდ 2-3 გადაგდებაში თევზი დაგიჯდება. ეს ხო პირველი გადაგდება. ერთი ჩარტყმა გქონდა, აი გავტესტოთ. ბარი მაქავართ.
ეს მეორე გადაგდება. რა თქვი? და ეს სხვათა შორის კაი ზომის არის. არ არის. ეს თეთრი თევზი დავიჭირე, ხო არ გადაო. რასაც ვიძახდი. Oh my god. ბიჭო. შენ ხო არ გადაობ, შენ ხო არ გადაობ, აი ამ თევზის დაჭერა მინდოდა. ამის დაჭერა მინდოდა. აუ, კაი რა სურათიც არ გადამაღებინა. კარგი რა დუდ რა, კარგი რა. Holy moly. რა. დამთხეო არ გინდა, bro. აუ რა კაი ზომის იყო. ღმერთო. და სურათი არ გადამაღებინა. ჩათლახმა. მაწყენინა. აღარ დაველაპარაკე, ვიკე. გაჩ, მოკლედ. 0.6 გრამი და ესეც სატყუარზე წამოვიდა. გატარება იყო შუაშრეში. bro, ყველაზე დიდი ზომის იყო, რაც კი აქამდე დამიჭერია. ეს იყო ნაფოტა. ეს იყო ნაფოტა. ვარღადა მე ადრე დავიჭერე ნაფოტა ძალიან პატარა და ისე მიხარდა, აჰა. ეს ვიღა. არ გადამრივ, ესეც ნაფოტაა? არა. ოდიში მოიხადეთ. ასე ხშირადაც არ გაგიმართლეს. ეს არის დიდი ქორჭილა, ბიჭო, რა ზომები გაიჩნდა ეს? რა ადგილი გავაძრე, ხო არ გადავა. აბა, თუმაცაც. ჯერ ნაფოტა დავიჭერეთ და ეხლა ამის მტერი, ნაფოტას მტერი ქორჭილა. მიბრძანთით. რა ნანოჯიგი რა მინდოდა დამეწყო პირდაპირ ამ 0.6 გრამით, დო. Nope. ზომები არ იცვლება. რატო ვარ ზომებზე დღეს ასე ძალიან მაგრად ორიენტირებული არ ვიცი, მაგრამ ანუ ის რა. არ და ფარფლები რა ლამაზე აქვს დააკვირდით, ნახეთ როგორ წითელი ფარფლები აქვს. ვიზუალურად ძალიან მაგარია. ზომა ბოდიშით. ოკეი. ამ ძალიან სრიალა თევზი იყო და გამექცა. ყურათის გადაღება მინდოდა. რა კარგად იბრძოლა, ვაფშე არასდროს ხელში არ მიგძნია. ნაფოტას ბრძოლა, ასე თქვა, ეხა ხო თქვი რომ წეღან ერთი დავიჭირე მეთქი და დამიჭერია, მაგრამ ის იმდენად პატარა იყო, იმის გამო ბრძოლასაც ვერ გაიგებდი. მაგრამ აი აქ ეს იმენა ბიზნესი იყო, ბრატ. როგორ წაიღო, წამოიღო, დაკაჩა. ქორჭილაც კი არ შევა ხომ. მე თავდან დიდი ქორჭილა მეგონა, ისე მოშნად იბრძოდა. ჯოხზე ერთ-ორ კომენტარს გავაკეთებ. აი, წეღანას თქვი და რაღაცა, ძალიან შევეჩვი, აი ძალიან მოქნილი ჯოხი არის. და რა ვიცი, დამწყებისთვისაც კარგი არის, მოხერხებულიც არის. და რა ვიცი, ანუ ესე პატარა თევზზე ძალიან კაი გასართობი არის რა. ვიცი რომ ამის 0.2 გრამიანი კიდე უკეთესი არის რა. კიდე უკეთესი. აქ თევზი აღარ არის. ნუ შევყვებით ფიქრებს და აზარტს, ასე ვთქვათ, გავაგრძელოთ. ვეძებოთ ცოტა უფრო აქტიური ადგილი. ეს იყოს ბოლო დღევანდელი დღის. იმიტომ რომ ძალიან გაპასიურებული არის უკვე. მატლიც ვსადე. დიდად არ იმუშავა. ამას ტუჩი ბოტოქსით აქ შესავსებით თორე აღარ უარგა. გაჩერდი ბიჭო. და როგორ აქვს. მომიწია მაინც ტუჩის გახევა. ამეკნი. კიდევ ერთი დავიჭირე.
ბრატი მოსდევდა და მეთქი, დავაი ბრატ, მოდი შენს დაგიჭერ მეთქი. ებრძანდით. მაგრამ როგორც ხედავთ, საღამო პერიოდი არის უკვე, თევზის გაპასიურდა და ჩემი სახლში წასვლის დროც მოვიდა. იმედია ისე მომშვიდეოთი. თუ რა თქმა უნდა თევზაობა გაინტერესებთ და ასე შემდეგ, რა ვიცი, თუ გსურთ, გამოიწერეთ ჩენელი რა თქმა უნდა. შევეცდები რომ ვიაქტიურო, ასე ვთქვათ, ყოველ შემთხვევაში სეზონი ახლა დაიწყო და ვაპირებ რომ ხშირად ვიარო ხოლმე სათევზაოდ და შესაბამისად ვეცდები რომ ვიდეოებით შემოგთავაზოთ ხოლმე. მოკლედ, მომავალ ჩართვამდე. კარგად.